თიანზონის სტატუსს ვითხოვთ, იმიტომ რომ გვეკუთვნის. 870 მეტრაზე არის ატოცი. სოფლიდან გადენილია ხალხი 70 მაცხოვრებელი აღარ არის, როცა იყო აქ 300-ამდე. რა გვიშლის ხალხს? ჩაწეილები არიან აქ. ცხოვრობენ სხვაგან, ფაქტიურად აქ არ არიან. სოფლის მოსახლეობა ელოდება ჩაჯდება თუ არა მთის პროგრამაში ჩვენი სოფელი. მე როგორც ვიცი, აკმაყოფილებს კრიტერიუმებს. შეღავათები კი ვიცი, ესე იგი კომუნალურ გადასახადებზეა შეღავათი, პედაგოგთა ხელფასი იზრდება და ექიმების ხელფასი. მართლაც შეკითხვა მივეცი მე მაგალითად პირადად გამგებელსა, რომ მიგვაკუთვნეს თუ არა. მითხრა, რომ ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს ატოცი და გაგზავნილი გვაქვს ყველა საბუთები და ველოდებით პასუხს. არა, მაღალმთიან ზონაში ამჯერად არ არის მოხდრილი, მიუხედავად იმისა, მუნიციპალიტეტის მიერ გაიგზავნა შესაბამისი შუამდგომლობა ინფრასტრუქტურის სამინისტროში, მაგრამ როგორც ცითის კანონიდან გამომდინარე, სოფელი რომ მოხვდეს მთის კანონში ამ შეღავათებით ისარგებლობს, არის რამოდენიმე კრიტერიუმი, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს, აქედან გამომდინარე, რომ რამოდენიმე კრიტერიუმებისგან გამომდინარე ვერ მოხდა ამ ეტაპზე ვერ მოხდა ატოცი.